ცხელია ვარ. რაზეწოლის ფაქტების შესახებ აცნობა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ბესიკ ლიპარტელიანმა 10 აგვისტოს კალათბურთის ფედერაციის ყრილობის დატოვების მიზეზებსა და დეტალებზე ლერი ხაბელოს წერილი გაუგზავნა. წერილის შინაარსი ახალი ამბებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რას ყვება კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახო გაფრინდაშვილი დეტალებით. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი კალათბურთელთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ ახვლედიანს გარკვეულ პირებზე ყველა ფენაში ზეწოლაში ადანაშაულეს ტელეკომპანია მაესტროს ის წერილი ჩაუვარდა ხელში, რომელიც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოს გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ეს ზეწოლა პირველი აისახა იმ მწვრთნელებზე, რომლებიც საკლუბო საქმიანობასთან ერთად სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდნენ. მწვრთნელებად გია კაზანჯიანი 16 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ასევე მუშაობდა ოლიმპიის განთავისუფლებული, ასევე განთავისუფლებულია მიხეილ ბერუაშვილი და დავით უსტიაშვილი, რომელიც ქუთაისი 2010-ის მთავარი მწვრთნელი იყო, როგორც წერილშია ნათქვამი, ქუთაისში მომხდარი ცვლილებებში უშუალოდ ჩართული იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძე. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წერილში ასევე ნახსენებია 2013 წლის 10 აგვისტოს გასამართი ყრილობის დელეგატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. მისი წერილში ნათქვამია, რომ ფედერაციაში შევიდა წერილი, სადაც კახა შინგელია და ოთარ ბრეგვაძე საუბრობდნენ სხვადასხვა ზეწოლაზე. ჩვენ ვესაუბრეთ კახა შინგელიას, თუმცა მან ჩვენთან საუბარში ზეწოლის ფაქტები არ დაადასტურა. ასევე საუბარია წერილში იმ გადაადგილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა კახეთის თელავის სასპორტო გაერთიანებაში. როგორც ცნობილია, დელეგატად გაერთიანებას უნდა გამოეგზავნონ ანუარიანქოშვილი, თუმცა მოხდა ცვლილება და მის მაგივრად შეხვედრას დაესწრო დავით საყვარელიძე. ჩვენთან საუბარში ნოდარიანქოშულმა ყველანაირი ზეწოლა უარყო, უბრალოდ აღნიშნა, რომ მას უთხრეს, რომ ის თბილისში არ წავიდოდა და მის მაგივრად იურისტი მიიღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრაში. როგორც სასპორტო გაერთიანების დირექტორი აცხადებს, ეს ჩვეულებრივი მომენტია, რადგანაც ყრილობაზე უნდა განეხილათ იურიდიული საკითხები და უმჯობესი იყო, რომ შეხვედრას იურისტი დასწრებოდა. ზეწოლა არ ყოფილა, მე დავწერე იქ, რომ იყო რჩევის სახით იყო ჩემთან დარეკილი და არა ზეწოლის სახით. იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს გარდა იქ სხვა ხალხი ზეწოლა მოხდა სხვა ხალხზე და ჩემზე იყო რჩევის სახით. ჩვენ მაგასთან დაკავშირებით გქონდა ესეთი აზრი, რომ თავიდან უნდა დავისასრულებო, მაგრამ შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ იურისტი მიიღო მონაწილეობა ამ ამბავში, იმიტომ რომ იქ დებულებაში იყო ცვლილებების შესახებ, მაგრამ იურიდიული. ამიტომ უნდა იურისტი არ არის და ამიტომ შევცვალეთ. შემდეგ როცა არჩევნები იქნება, უცბად ნოდარი მიიღებს. ჩვენთან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ მე ვიყავი მივლინებული ფედერაციაზე და უბრალოდ შეიცვალა კანდიდატი ჩემს მაგივრად სხვა გაუშვეს. სხვა არაფერი მე არც ვიცი და არაფერი პრობლემა არ აქვს. როგორც გითხარით, 10 აგვისტოს გამართული ყრილობა პროტესტის ნიშნად ბესიკ ლიპარტელიანმა დატოვა. მან განაცხადა, რომ კალათბურთელთა კავშირის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა და ამის გამო შეუძლებელი იყო ყრილობის ჩატარება და მან ამ წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ლერი ხაბელოვმა. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ის გაეცნო ამ წერილს და შეისწავლა, თუმცა მან აღნიშნა, რომ მათ კომპეტენციას სცილდება ამ დავის მოგვარება და სპორტის სამინისტროს მოუწოდა, რომ ჩართული იყო ამ საკითხის მოგვარებაში. თავის მხრივ სპორტის სამინისტრომ ხვალ შესთავაზებს ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვედრას და ერთობლივად მუშაობას იმ წესდებაზე, რომელიც წესდებითაც მომავალი კალათბურთის ფედერაციის არჩევნები უნდა ჩატარდეს. გავიცანით მაგალითად გადაუგზავნეთ ჩვენ ახლა აპარატი გვაქვს ის კომიტეტში. აპარატმა ფაქტიურად შეისწავლა ეს მხარე და მეორე მხარეც შემოვიდა წერილი, ის მეორე არის ახვლედიანი თუ არ ვცდები. იმ მხრიდანაც ფაქტიურად მივიღეთ ინფორმაციები. იმას ხერხლიანად გავიარეთ და ისეთი საკითხებია, რომელიც ფაქტიურად არა მარტო ჩვენ საკითხებზე სამინისტროსაც ცალკე წერილად მივაწოდეთ მერე. ცალკე წერილად და უთხარეთ, რომ ეს საკითხები უნდა შეისწავლოთ. და ძირითადად მაინც მაგათ გადაწყვეტია, იმიტომ რომ იქ საუბარი მოდის პირდაპირ იმაზე, რომ ადანაშაულებენ, რომ იქ ზეწოლა იყო, იქ საკითხები იყო, ესეთი საკითხები, რომელიც ფაქტიურად ჩვენ კომპეტენციას ხდება. საქართველოს სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შესთავაზებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ შეიქმნას გარკვეული სახის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს წესდების ახალი რედაქციის პროექტზე, რომელიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. ამ მხრივ სასურველი იქნება, რომ მოწვეული იქნება საერთაშორისო ფედერაციიდანაც ექსპერტები, რომლებიც გარკვეული სახით ასევე ჩართული იქნებიან ჩაერთვან ამ პროცესში და ჩვენ აღნიშნულის დაობაზე ალბათ სავარაუდოდ ხარს დაუგზავნით კორესპონდენციას ყველა დაინტერესებულ მხარეს.
რაც შეეხება უშუალოდ კალათბურთელთა კავშირის და მის პრეზიდენტ მიხეილ ახვლედიანს, მისი განცხადებით ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და ის ამ ბრალდებებს არ მიიღებს. დავით საყვარელიძე კი აღნიშნავს, რომ მისი დელეგატად ყოფნა უშუალოდ შეხვედრაზე მოდიოდა იქიდან გამომდინარე, რომ ის არის იურისტი და თვითონ სასპორტო გაერთიანებამ თხოვა მას ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. როდესაც სააქტო დარბაზში 20-30 ადამიანის თანდასწრებით დაფაზე დაწერილი ადამიანებს უხსნი თუ რა არის კანონიერება, რა არის უკანონობა, როგორ იყო და როგორ უნდა იყოს მომავალში სწორად, როდესაც ესწრება ლეგენდარული კალათბურთელები, გურამ მინაშვილი, დერიუგინი, გრძელიძე და სხვა აღარ ჩამოთვლი, ახლა რო არ დამავიწყდეს, ვინმეს არ გამორჩეს ვინმე, ეს თუ ზეწოლა არის, არ ვიცი, ჩემთვის ეს არ უსწავლებიათ. ის რომ ორგანიზაცია აგზავნის იმ პიროვნებას, რომელიც იურიდიულ თემებში არის გარკვეული, ეს მე მიმაჩნია ძალიან პროფესიონალურად. ჩემი აზრით, ყველა წევრი იგივეს უნდა აკეთებდეს, როცა წესდებაზე არის საუბარი, უნდა აგზავნიდეს ან იურისტს, ან უნდა აგზავნიდეს ეს ადამიანს, რომელიც წესდება, იცის და შეუძლია წესდებაზე ლაპარაკი და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კანონმდებლობაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან სწორი პროფესიონალური მიდგომა. კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები უკვე გარკვეული პერიოდია მუშაობენ წესდების დასამუშავებლად. ისინი ამისთვის უკვე საქართველოს კალათბურთის წარმომადგენლებს, ოჯახის წარმომადგენლებს უკვე რამდენიმე ხანია ხვდებიან, როგორც უკვე ნახეთ კომენტარებში სპორტის სამინისტროს თავაზობთ მათ საერთო შეხვედრას. მე გიგეთქვით, რომ კალათბურთის ფედერაციის არჩევნები არაუგვიანეს 20 დეკემბრისას ჩაიმართება. ვახო გაფრინდაშვილი საუბრობდა პირდაპირ